გამარჯობათ, მე ვარ ირაკლი მამარდაშვილი, ისწავლებლის ადმინისტრატორი და ამის ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა დავამატოთ საიტზე სიახლე. საიტს დაემატა ვებმასტერული კატეგორია და ამიტომ. მოკლედ, პირველ რიგში, როდესაც ვიდეო გაუკეთეს გადაიღებთ, არ უნდა ახსენოთ ისწავლეინ და არ უნდა შეხვდეთ ისწავლეინზე. უბრალოდ უნდა დაიწყოთ გამარჯობათ, მე ვარ თქვენი სახელი და შემდეგ რაზეც იღებთ. საიტი არ უნდა გამოჩნდეს. ხოლო აქ ვსვამთ, როდესაც ფაილი უნდა იყოს სასურველია YouTube-ზე და როცა YouTube-ზე ნატვირთავთ ვიდეოს და მოგცემთ links, აკოპირებთ აი სევითა links მე მაგალითად, შემდეგ სრულად ნახვაში, ანუ ქვევით სრულ აღწერაში YouTube-ს აძლევთ, წერთ links და აძლევთ აი ესე. და ვიდეო უკვე დამატებულია. ხოლო რაც შეეხება სურათის ატვირთვას. ვაძლევთ ფაილების და სურათების ატვირთვა სერვერზე, აგერ არის პაპკა. და აი აქ ვირჩევთ სურათს. მაგალითად აი აქ მე მაქვს და ვაძლევთ ატვირთვა. ველოდებით. უკვე აიტვირთვა და ვაძლევთ დათვალიერება. ვადიდებთ. ვაწვევით მარჯვენა კლავიშს და copy image address. ამ links ვსვამთ უშუალოდ სურათის linkში. ხოლო FTP-ს გადმოწერის ლინკი. ისევ შევდივართ ფაილებში და ჩვენ უკვე უნდა გქონდეს დაარქივებული ფაილი. გადავდივართ. თუ არის 900 კილობაიტი ვტვირთავთ აი აქ, ხოლო თუ არის 400 მეგაბაიტი და ესე შემდეგ ვტვირთავთ აი აქ. ვაძლევთ ფაილის ამორჩევა, ეგ თქვენ ინტერნეტს გააჩნია და ვირჩევთ ფაილს. ველოდებით. და აი აქ ვაწვევით აი ამას. დავაჭიროთ ერთხელ, გადავიდეთ სიახლის დამატებაში და ვაკოპირებთ აი ამ კოდს, ვშლით იქ და ვწერთ აი აქ. ეს არის თუ 500 მეგაბაიტი ან სხვა რამე არის ფაილის ზომა. შემდეგ ვაძლევთ დამატებას, აქ ვირჩევთ კატეგორია სათაურს და სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, პატივისცემით ისწავლე